მივესალმები ჩვენს ტელემაყურებელს. მართლაც მნიშვნელოვანი დღეები არის და მნიშვნელოვანია ასევე რომ საზოგადოება მშვიდად და ინფორმირებულად შეხვდეს 26 ოქტომბერს და თავისი მტკიცე და ისტორიული გამოცდილებით გამტკიცებული გადაწყვეტილება გამოაცხადოს 26 ოქტომბერს. კეთილი. ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი თემა, რასაც საინტერესოა პარლამენტის თავმჯდომარის შეფასება, პოზიცია, მაგრამ მე მაინც ვფიქრობ დავიწყო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თემით განცხადებებით, რომლებიც დღეს დილიდან კეთდება კონკრეტული დიპლომატების მხრიდან. გაცემის დასაწყისში აღნიშნა, რაღაც თითქოს ზღვარი წაიშალა დიპლომატიურ განცხადებებსა და აი იმ ფრთხილ პოზიციას შორის, რომელიც წესით დიპლომატებს ახასიათებთ და რაღაც ოპონირების რეჟიმში გადავიდნენ ხელისუფლების წარმომადგენლებთან. დღეს ბატონმა პაվել ჰერჩისკი მთავრობის მოქმედების შედეგად საქართველოს ევროინტეგრაცია შეჩერებულია, გულსატკენია რომ მიახლოების ნაცვლად ქვეყანა ევროკავშირს შორდება. აი ეს არის შეფასება, რომლის ადრესატი თქვენი კოლეგები, ანუ მართველი პარტია ხართ. ხო, უპირველეს ყოვლისა, უცხოელი აქტორების განცხადების ტონალობა, ნერვიულობის ტონის შიგნით და რაც უფრო დამტროული ხდება ხოლმე ქართული ზოგიერთი უცხოელი აქტორის, მით უფრო გასაგები ხდება რა სავალალო მდგომარეობაში არის ოპოზიცია. სიამლის ჩვენ ხო ვაკვირდებით არჩევნებს, რომელიც არის უპრეცედენტო საგარეო ჩარევით, რომელიც წესით მიუღებელი უნდა იყოს ნებისმიერი ქვეყნისთვის, რომელიც პატივსცემს ევროპულ ღირებულებებს. ჩვენ სულ ახლახან რამდენიმე დღის წინ იყო არჩევნები მოლდოვაში და ვნახეთ ჩვენ უცხო ქვეყნების შეფასებები იმასთან დაკავშირებით, რომ მოლდოვაში შეიმჩნეოდა ჩარევა, იგულისხმებოდა რუსეთი. და ის, რასაც ედავებიან რუსეთს მოლდოვაში, ასეთივე საქციელის ჩვენ რო ხედავთ ევროპელებისგან და ზოგიერთი დასავლელი პოლიტიკოსისგან საქართველოში, რა არის ეს თუ არა ფარისევლობა. და ეს ფარისევლობაა ყველაზე სამწუხარო, რასაც საბოლოო პერიოდში ვაკვირდებით. რაც შეეხება ინტეგრაციის პროცესს, ეს განცხადებები სხვათა შორის გარკვეული ქედმაღლური განცხადებები, რომელიც გვესმის საქართველოსთან მიმართებით, ერთ რამეს აჩვენებს, რომ ხანდახან მე მგონი ზოგიერთს ჩვენ ამ ინტეგრაციაში მხოლოდ ობიექტად მივაჩნიოთ, რომელიც უნდა შეიწოვოს რომელიღაცა ორგანიზაციამ. არადა ჩვენ ხო ამას გვეუბნებიან, მოლაპარაკებები უნდა დავიწყოთო. და თუ მოლაპარაკებებზეა საუბარი, როგორ შეიძლება უყურო ქვეყანას, როგორც ობიექტს, რომელმაც მხოლოდ მითითებები უნდა შეასრულოს და ესეთი განცხადებებიც გვესმოდა ხომ, თქვენ როგორც გინდათ შეიძლება კი, მაგრამ ასე არ იქნება თქვენ როგორც გინდათ. და ეს საბოლოო ჯამში მიუთითებს იქით, რომ ზოგიერთებს საქართველო წარმოისახება მხოლოდ ობიექტად, რომელმაც მხოლოდ გარკვეული რომლისგანაც მოლოდინია მხოლოდ რომ მითითებებს შეასრულებს და მას არ აქვს არანაირი საკუთარი პირობები, საკუთარი პოზიციები, საკუთარი დამოკიდებულება საკითხის მიმართ. ასე არ არის ევროკავშირთან დაახლოების პროცესი მათ შორის, რომ როგორც ზოგიერთი წარმოგვისახავს, რომ გვეტყვიან და ეს უნდა შევასრულოთ. სხვა შორის ამას ზოგიერთ ჩვენი უცხოელი კოლეგაც გვეუბნება ხოლმე, განსაკუთრებით ახალი წევრები, რომ თქვენ ასე ნუუყურეთ მოლაპარაკების პროცესს, სინამდვილეში რასაც გეტყვიან, ის უნდა შეასრულოთ. ხარ ვიცი, ყველა ქვეყანას თავისი გზა აქვს, ყველა ქვეყანამ თავისი გზა გაიარა ევროკავშირში. ზოგიერთი შეიძლება ასე არის მიჩვეული, რომ რასაც ეტყვიან, ის უნდა შეასრულოს და ჩვენი დამოკიდებულებები გვაქვს საკითხების მიმართ და რა თქმა უნდა, ასე ინსტრუქციებით საქართველოს არ მოქმედებდა არასდროს. მათ შორის, ოდესაც ჩვენი ნების გარეშე ვიყავით ამა თუ იმ გაერთიანებაში, იქაც ვცდილობდით, რომ საკუთარი პოზიციები ბოლომდე წარმოგვედგინოთ. ასე რომ, რაც შეეხება ამ განცხადებებს, მე ვისურვებდი, რომ მათ შორის ევროკავშირის ელჩი მეტად იყოს დაკავებული იმით, რომ დააკვირდეს ევროკავშირის ფულით დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციები როგორ ერევიან პოლიტიკაში. ჩვენ ვნახეთ 20 ოქტომბრის შეკრება, რომელიც იყო ჩვეულებრივ წინასაარჩევნო სააგიტაციო შეკრება, რომელიც ორგანიზებული იყო რადიკალურ ოპოზიციასთან ერთად არასამთავრობო ორგანიზაციებით, დიდი ალბათობით უცხოური ფულით, რა არის ეს თუ არა ჩარევა, მათ შორის დაფინანსება საარჩევნო კამპანიისა უცხოური ფულის და ნაცვლად იმისა, რომ ჩვენ ევროკავშირის ელჩისგან ხედავდეთ ამ საკითხით დაინტერესებას, ხედავთ, რომ ბოლო პერიოდში ის როგორც ჩანს გართული არის ქართული პოეზიით და პოეზიას ციტირებს. გასაგებია. კაცრი
მაგრამ კონსტრუქციული პოზიცია არის საქართველოს მთავრობის მხრიდან იმ ურთიერთობებთან დაკავშირებით, რომელიც გსურთ თქვენ გქონდეთ პარტნიორებთან. იქედან არის საკმაოდ დიდი აგრესია და პირდაპირი მოწოდება თუნდაც ამომრჩევლის მიმართ, რომ თუ ამას და ამას გააკეთებთ იგივე 26 ოქტომბერს ასე ითარგმნება ყოველ შემთხვევაში, მაშინ თქვენ დაკარგავთ ამას და ამას, მათ შორის ვიზა ლიბერალიზაცია, რომლითაც მიდის ჩვენი საზოგადოების შანტაჟი. მაგალითად, ჯოზეფ ბორელი, რომელიც ვახსენე გადაცემის დასაწყისში, პირდაპირ ამბობს, რომ ავტორიტარიზმისკენ გადაიხარა უკვე საქართველო. ანუ რა გამოდის? ხალხის აბსოლუტური მორჩილება მათ ერევათ ჭარბ მხარდაჭერაში, ანუ ეს რეალურად ხო შეურაცხყოფელია, როდესაც ამბობდნენ ავტორიტარიზმს და ავტორიტარიზმზე და ზოგადად აი ასეთი ტიპის ქვეყნებზე და მმართველებზე ჩვენ გადაცემის მეორე ნაწილი გვექნება, სადაც სააკაშვილის ციხეზე მოგვიწევს ძირითადად საუბარი. ავიც ხა პოლიტიკურ ლექსიკონში ხანდახან ტერმინებს უადგილოდ გამოიყენებენ ხოლმე. თავარი ხო არის ის რა არის ფაქტები, ხა ესეთ შეფასებები ჩვენ ბევრ გვსმენია. ჩვენ თუ ავტორიტარიზმკენ მივდივართ, მაშინ რა ეშულება დანარჩენ კანდიდატ ქვეყნებს, რომლებიც ჩვენზე უკან არიან ყველა პარამეტრებით. ნებისმიერი უცხო საერთაშორისო შეფასებებით, იქნება ეს კორუფცია, გამჭვირვალობა, მართლობის შეფასება, კანონის უზენაესობა, ყველა ასპექტში, აბსოლუტურად ყველა ასპექტში, ყველა ამ კანდიდატ ქვეყანას უსწრებთ. ასე დაბალი წარმოდგენა ჰქონიათ მაშინ სხვა კანდიდატ ქვეყნებთან დაკავშირებით. ასე რა თქმა უნდა, ასეთ შეფასებები მოკლებულია ყოველგვარ საფუძველს და გარდა მაგისა, როდესაც საუბარია ბოლო პერიოდში ერთი მომენტი, რაც ჩემი აზრით არ არის კეთილსინდისიერი დამოკიდებულება ქართული ხალხის მიმართ, როცა საუბრობენ, რომ აი ღია კარია და თქვენი გადასაწყვეტია. ასეთ ღია კარს 2008 წლის შემდეგ ჩვენ დიდი ხანია ვაკვირდებით ნატოში. არ შეიძლება ადამიანების და ერის ემოციებით ესე თამაში. ყველამ კარგად იცის, რომ არანაირი წევრობა დღეს არ წყდება. და სამწუხაროდ ზოგიერთი უცხოელი აქტორი ცდილობს ესე წარმოაჩინოს, რომ დღეს და ხვალის საკითხია ეს ყველაფერი. ყველამ კარგად იცის, რომ ყველაზე ახლო თარიღი ეს არის 2030. არავინ არ იცის 2030 წელს რა განწყობაზე იქნება ევროკავშირის ესა თუ ის ქვეყანა. ხედავთ ევროკავშირის შიგნით, მათ შორის რომ არ არის ერთიანი აზრი როგორი ტიპის გაფართოება ეს უნდა იყოს. ნახეთ ჩვენ საფრანგეთის მიერ წამოწყებული პარალელური პროცესი ევროპული გაერთიანების იმისთვის, რომ რაღაც ბ-ლიგა შექმნან ქვეყნების, იყოს ა-ლიგა ევროკავშირის და ბ-ლიგა ევროკავშირის, სადაც შეიძლება გარკვეული ჩვენნაირი ტიპის ქვეყნების შიგნით იყვნენ. არ ვიცით რომ 27 ქვეყნიდან ყველას თანხმობა არის საჭირო და რომელ ქვეყანას რა პოზიცია ექნება როდის და ახლა ესე როგორც გეცეთ ფაციფუცის შემოტანა ამ პროცესში და ისეთი აღქმის, აბსოლუტურად ცრუ აღქმის წარმოჩენა ხალხისთვის, რომ აი დღეს ხვალ წყდება ევროკავშირის წევრობა, ეს არის უბრალოდ არაკეთილსინდისიერი დამოკიდებულება ხალხის მიმართ. კეთილი. ბუნებრივია, მე თქვენ არ გთხოვთ, რომ სხვა ქვეყნის შიდა საქმეებზე ისაუბროთ, მაგრამ როდესაც გვადარებენ სხვადასხვა ქვეყნებს, რომ აი ეს ქვეყანა გჯობნით, ეს ქვეყანა თქვენზე წინ არის და ასე შემდეგ, წლების წინ ის რაც კონსტიტუციით განსაზღვრა ქართული ოცნების მთავრობა, მაგალითად, ჩვენი დასავლური მისწრაფებები და ეს კონსტიტუციითაა, ხო, გარანტირებული. მოლდოვა ახლა ცდილობს, რომ გაიგოს ხალხისგან რეალურად უნდათ ევროკავშირი თუ არ უნდათ და მოლდოვა, რომელიც დღეს არის დსთ-ს წევრი ჯერ კიდევ. აი, აქ ასეთ ქვეყნებთან შედარება, ორმაგი სტანდარტი და უსამართლობა. რატომ ხდება ასეთი რამე? მოლდოვას რაც შეეხება, აი გუშინ წინ იყო, ნახეთ, არჩევნებთან ერთად რეფერენდუმი ევროკავშირის წევრობასთან, უბრალოდ კონსტიტუციაში ამ საკითხის გათვალისწინებასთან დაკავშირებით, ჩვენ ნახეთ გაყოფილი საზოგადოება. რეალურად ჩვენ ნახეთ, რომ ნახევარზე საზოგადოება ამ საკითხთან დაკავშირებით, რაც რა თქმა უნდა პრობლემა არის, საზოგადოებრივი პრობლემა არის ამ ხრივ და სინამდვილეში რაც აჩვენა ამ რეფერენდუმმა არის ის, რომ მოლდოვეთში საზოგადოება ამ საკითხის მიმართ არ არის ერთიანი. და ამავე დროს ნახეთ რა, როდესაც თუნდაც ეს შედარებები არის ხოლმე და გახსოვთ თქვენ 2022 წელს, როდესაც კანდიდატის სტატუსი არ მოგვანიჭეს, მაშინ ევროკავშირის მიერ დაფინანსებული NGO-ები ცდილობენ ხელისუფლების მთავრობის გადაყენებას და თავადმოსვლას ხელისუფლებაში NGO-ების მიტინგები რო ტარდებოდა მაშინ და გახსოვთ რა ისტერია ქონდათ ატეხილი, რომ აი ისტორიულ შანსს გაუშვით და ეხლა მოლდოვა აყვავდება და საქართველოს დაეცემა. რა მოხდა სინამდვილეში? გეტყვით რამდენიმე რიცხვს. მოლდოვის ეკონომიკური ზრდა 2021 წელს იყო 14%, ჩვენი იყო 10%.
დაახლოებით თანაბრად გამოვედით COVID პანდემიის მდგომარეობიდან, მოლდოვა კიდევ უფრო კარგად გამოვიდა. 2022 წელს დაიწყო ომი უკრაინაში, მოლდოვა მიიღო კანდიდატის სტატუსი და ეს ასე ვთქვათ ის მილიარდები, რომელსაც ჩვენთან წარმოაჩენენ ხოლმე თითქოს უნდა ციდან ჩამოცვენილიყო მის თავზე, ჩვენ არ მივიღეთ კანდიდატის სტატუსი. რა მოხდა 22 წელს? მოლდოვის ეკონომიკური ვარდნა იყო 5%, ჩვენის და 10%. 23 წელს 1% ქონდა მოლდოვას, ჩვენ 7.5%. 2024 წელს 2.5% აქვს ახლა მოლდოვას, ჩვენ 10% გვაქვს საშუალო. GDP-ს და მთლიანი შიდა პროდუქტი, რაც იყო 13 მილიარდი 21 წელს 23-ში 16 მილიარდი გახდა, ჩვენი იყო 18 მილიარდი და 30 მილიარდი გახდა. აი ამ ხელა დაცილება გვაქვს ახლა მოლდოვასთან, ისე რომ არ ვართ კანდიდატის ქვეყანა. იცით რატომ? იმიტომ რომ ევროკავშირი ჩვენ რისთვის გვინდა და სინამდვილეში რა არის ევროკავშირი? ეს ხომ არ არის რა ტერიტორიული გაერთიანება. ევროკავშირის თავის შინაარსი აქვს, რატომაც ჩვენ გვინდა. ეს არის ეკონომიკა, ეს არის სტანდარტები, ეს არის ინსტიტუციები. ძლიერი ეკონომიკა, თანამედროვე სტანდარტები და ძლიერი ინსტიტუციები. ეკონომიკური მაჩვენებლით ჩვენ ვართ ლიდერი არა მხოლოდ რეგიონში, ევროკავშირში და მთლიანად ევროპაში. ნომერ პირველი ქვეყანა ეკონომიკური ზრდის ტემპებით დაახლოებით 10% ქონდა აგვისტოს შედეგები, ხომ საშუალოს და მათ შორის ყველა სხვა ასეთი მონაცემებით. რაც შეეხება სტანდარტებს. სხვა შორის ახლა ვიზუალური მასალა გადის ეკრანზე, დღეს თქვენ სოციალურ ქსელშიც დაწერეთ, რომ თქვენი ხელისუფლების პირობებში უმუშევრობა განახევრდა 26.7%-დან 13.7%-მდე შემცირა 4 წელიწადში კი უმუშევრობის დონე დამოუკიდებლობის პერიოდში ყველაზე დაბალ მაჩვენებლამდე ან 4%-მდე დავა. როგორ ვახერხებთ, რომ არ ვართ კანდიდატი ქვეყანა, ეს ხო დიდი ტრაგედიად გამოაცხადეს, ასე ვთქვათ, არა? არ ვართ კანდიდატი ქვეყანა, სხვები გახდნენ კანდიდატები და ჩვენ უფრო ვითარდებით. რანაირად ხდება ეს ყველაფერი? იმიტომ ხდება, რომ სინამდვილეში ეს აწყობილი უნდა იყოს უპირველეს ყოვლისა ქვეყნის ხელისუფლების პოლიტიკაზე, რომელიც ჩვენ გვაქვს სწორი პოლიტიკა ამ შემთხვევაში, მათ შორის ის პოლიტიკა, რომ სანქციები არ დავაწესეთ, თორე სად ვიქნებოდით დღეს და ვიქნებოდით დაახლოებით ჩვენი ეკონომიკური ვარდნა იქნებოდა 3-ჯერ მეტი ვიდრე პანდემიის დროს. 6%-იანი ვარდნა ქონდა, გათვლები აჩვენებდა სადღაც 18%-მდე ეკონომიკური ვარდნა გვექნებოდა. სამმაგი ტვირთი იქნებოდა და სიმძიმე ამ ვარდნას. და შესაბამისად ამის თქმა მინდა ზუსტად რომ მიუხედავად იმისა რომ არ გვაქვს კანდიდატის სტატუსი ეკონომიკურად ვიზრდებით უფრო წინ ვართ. რაც შეეხება სტანდარტებს, სტანდარტებისთვის ჩვენ გვაქვს ასოცირების შეთანხმება. ჩვენ არანაირ მოლაპარაკებას სინამდვილეში არ გვჭირდება იმისთვის რომ დაუახლოვდეთ ევროკავშირს. ჩვენ გვაქვს ასოცირების შეთანხმება და მოლაპარაკების ნაწილი ზუსტად ეს ასოცირების შეთანხმების რეგულაციები არის. საიდანაც ნახევარი ჩვენ უკვე შესრულებული გვაქვს და 2028 წელს 90% ამ შეთანხმების გვექნება შესრულებული. ანუ სტანდარტებითაც ვიქნებით უკვე ევროკავშირთან ახლოს, ეკონომიკით ვიქნებით ახლოს და მათ შორის თქვა პრემიერ-მინისტრაც რომ ერთსულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტით მსყიდველობის უნარით ვიქნებით კანდიდატ ქვეყნებს შორის პირველი ქვეყანა, ნომერ პირველი ქვეყანა და გვექნება ყველაზე დაბალი უმუშევრობა საქართველოში 2028 წელს, მათ შორის ევროკავშირის ბევრ ქვეყანასთან შედარებით. ეკონომიკურად გვიქნებით სტანდარტების დაახლოებული 90%-ით, რაც შეეხება ინსტიტუციებს, აქაც ნებისმიერი შედარება აჩვენებს მართლობის შეფასებები კანდიდატ ქვეყნებს შორის, რომ საქართველო არის ლიდერი. ესეც მე არაერთხელ გამომიქვეყნებია სხვადასხვა საერთაშორისო რეიტინგები, რომელიც ამას აჩვენებს. თუნდაც რომ შევადაროთ არჩევნებთან დაკავშირებით, სხვა შორის EUTODIR-ის შეფასება იყო მოლდოვის არჩევნებში, რომელშიც წერია პირდაპირ რომ იყო არათანაბარი საარჩევნო გარემო ხელისუფლების უპირატესობით მათ შორის მედია დაფარვის ხრივ. ასე რომ ამ ხრივ სამივე კომპონენტით 2028 წელს ჩვენ ვიქნებით ყველა კანდიდატ ქვეყანასთან უფრო წინ და 2030 წელს ჩვენ ვიქნებით ყველაზე მომზადებული წევრობისთვის. და რატომ აქვს ამას მნიშვნელობა? ჩვენ ვილჩევთ გზას, რომელიც გადის კეთილდღეობით ევროპისკენ. არსებობს მეორე გზაც. არსებობს გზა ფაციფუცით, ოღონდ რაღაცა ეხა წინ წავიწიოთ
და ჭირსაც წაუღია ჩვენი მომავალი გეგმები. თქვენ სანქციები ახსენეთ, გუშინ პარტიის საპატიო თავმჯდომარემაც დეტალურად ისაუბრა სანქციების არ დაწესების მიზეზებზე და იმ შედეგზე, რაც ეხლა თქვენ ციფრებში და პროცენტებში საუბრობთ. აი, თეორიულ დონეზე რომ დავუშვათ, რომ თქვენ შეერთებოდით ყველა სანქციას. გასაგებია, რომ არ იქნებოდა ეს ეკონომიკური წინსვლა და ეს მიღწევები, რაც ეხლა შეიძლება გვაქვს და ქვეყნის თითოეულ მოსახლეზე აისახება, მაგრამ იქნებოდა კეთილგანწყობა და იქნებოდა ქება დღევანდელი მთავრობის, რომ ძალიან დემოკრატიულია, მალე შემოხვალთ ევროკავშირში და ასე შემდეგ. ეს იქნებოდა? თავისთავად, ამ ხრივ სინამდვილეში თუ შევხედავთ, ხელისუფლებისთვის ასე რომ შეგვეხედა, რომ თუ კი მიზანი იქნებოდა, რომ შექება დაგვემსახურებინა, ყველაზე კომფორტული იქნებოდა სანქციების დაწესება, გარწმუნებთ ტაშით, წითელი ხალიჩებით დახვდებოდნენ საქართველოს პრემიერ-მინისტრს ნებისმიერ ფორუმში და ნებისმიერ თანამდებობის პირს. მაგრამ რა იქნებოდა, რა დაგვრჩებოდა უკან საქართველოში, დაგვრჩებოდა დანგრეული ეკონომიკა. დათვლილი არის 18%-მდე ეკონომიკური ვარდნა იქნებოდა და ჩვენ ვიცით, ახლა ეს ხო არ არის თეორია ჩვენთვის. ჩვენ ვიცით, რას ნიშნავს ემბარგო სტილის ურთიერთობა რუსეთთან. როდესაც იკეტება რუსული ბაზარი, ვიცით ეს რას ნიშნავს ჩვენთვის საქართველოსთვის, ამიტომ ეს ძალიან ადვილი გასათვლელი იყო ეკონომიკური მხრივ. რაც შეეხება მეორე განზომილებას, ეს არის სამხედრო კონფლიქტის შანსი, რომელიც რა თქმა უნდა ძალიან რეალური ხდებოდა, თუ კი ჩვენ შევიდოდით ესკალაციაში რუსეთთან. და რატო იყო რომ არავინ დღეს ახლა უკვე ყველამ ვიცით ევროპარლამენტის ბოლო რეზოლუციის წყალობით, სადაც პირველად ღიად ჩაიწერა რომ სანქციებს გთხოვენ, აქამდე ის რაც ხდებოდა დახურულ კაბინეტებს შიგნით, ეხლა გამოვიდა გარეთ. რატომ იყო რომ აქამდე არავინ არ გამოიტანა არც ერთმა უცხოელმა ეს საკითხი გარეთ და თუნდაც მედიასთან, საჯარო კომენტარებში 1-2 ვინმეს თუ გაეპარებოდა, თორე არავინ არ ამბობდა რომ სანქციებს ითხოვდა. არა და ზუსტად იმ კომენტარის წინ კაბინეტებში რო იყვნენ ჩვენთან, ზუსტად ამას ითხოვდნენ, გადიოდნენ გარეთ და არანაირ სანქციებზე საუბარი თითქოს არ იყო. იმიტომ რომ კარგად იცოდნენ, ეს იქნება საქართველოსთვის დაღუპვა. მეორე ფრონტი, ეს არის ერთ-ერთი საკითხი, რომელზეც მას შემდეგ, რაც უკრაინის ომი დაიწყო, ყოველთვის არის ამაზე საუბარი და ძალიან ბევრი რეპორტაჟი მოგვიმზადებია, ძალიან ბევრი ექსპერტის აზრი მოგვისმენია, როგორც ქვეყნის შიგნით, ქვეყნის ფარგლებს გარეთ, რა საფრთხეები აიცილა ქვეყანამ. აი, მაგალითად, საზოგადოების უდიდესი ნაწილი გუშინ კიდევ ერთხელ აღშფოთდა, როდესაც მოისმინა ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუ და ერთი ასეთ მნიშვნელოვანი დეტალი იყო. 3 მილიონი ხართ და 60 დღეში ყველას ვერ ამოგხოცავენ. შეგიძლიათ პარტიზანული მოძრაობით დღეში გახვიდეთ, ჩვენ დაგეხმარებით და იქიდან იომებთო. ანუ ეს არის ბიძინა ივანიშვილის გუშინდელი ის ამბავი, რომელიც მას თავის დროზე უთხრა ყოფილმა პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა. ძალიან მძიმე მოსასმენია. თქვენ ალბათ გაცილებით მეტი იცით ვიდრე ჩვენ და ვიდრე საზოგადოებამ რა ხდებოდა დახურულ კარს მიღმა და რას ითხოვდნენ საქართველოს ხელისუფლებისგან. რა თქმა უნდა, ასეთი და სხვანაირი საუბრებიც იყო ზოგი სერიოზული ადამიანებისგან, ზოგი არასერიოზული ადამიანებისგან, ამიტომ ხანდახან რთული იყო გარკვეული საკითხების სერიოზულად მიღებაც კი. მაგრამ ესეთი საუბრები იყო ზუსტად, როდესაც ფაქტობრივად ომის დაწყებიდან პირველი წელი სხვა არაფრით არ ვიყავით დაკავებული სხვადასხვა ვიზიტების დროს, რომ აგვეხსნა, რატომ არ შეგვიძლია, რატომ არის ჩვენთვის ეს რისკი, ომი რას ნიშნავს, ტყუები როგორ ცვივა, ხალხი როგორ იხოცება და ჩვენ რატომ არ შეგვიძლია უცხოური დახმარების ან დაცვის გარეშე ამ რისკის თავის თავზე აღება. მართლა ამ დონის საუბრები იყო. საუბრები იყო მათ შორის ერთ-ერთი ასეთი მე პირადად ასე ვთქვათ საუბარში, ასეთი რამეც მითხრეს, რომ თქვენ ახალი დაწყებული ომი არის, კიევს მიმდგარია რუსეთი. და წარმოიდგინეთ რა განწყობა ზოგადად სოფლიოში და ჩვენ რა განწყობა ქონოდა. ნუ თქვენო ნუ შიშობთო, ცხინვალიდან არტილერია თბილის არ მიწოდება. ავიცი ხა ამ ადამიანს მე ვუთხარი 2008 წელი დანახი თუ გაქვს ფოტო გორში ჩამოვარდნილი ისკანდერი და კი საიდან ისროლეს მეთქი ეგ თუ იცი საერთოდ საქართველოსდან არც კი უსურია თქო და აი ხანდახან ზოგს არ ვიცი ხა ან ჩვენ ვეგონეთ სულელები ან თავსი სულელებდნენ, მაგრამ ასეთი საუბრებიც იყო და ბევრი სხვა საუბარი, რომელიც კიდევ უფრო მძიმე იყო. პირველივე დღეებში, როდესაც დაიწყო ომი, რას ველოდით ჩვენ, ქვეყანა, რომელიც უყურებს რა სცენას, რომ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ყველაზე დიდი ომი დაიწყო ევროპაში. ეს ომი დაიწყო ქვეყანამ, რომელსაც ჩვენ ტერიტორიაზე ყავს საკუთარი რეგულარული არმია, ჩვენი ნებართვის გარეშე, ასაც ქვია ოკუპაცია, რომელიც არის არა მხოლოდ განლაგებული არმია, არამედ არის
მათ შორის სტრატეგიულ ადგილზე ისე, რომ ჩვენი დამაკავშირებელი მთავარი არტერია, სადაც არის ავტობანის სახით 500 მეტრში პირდაპირ არის განთავსებული მძიმე ტექნიკა. და ასეთ მდგომარეობაში ვართ და რას ველით ჩვენ ამ დროს ჩვენი ძლიერი პარტნიორებისგან. ველით თანადგომას, ველით ბრძნულ რჩევას, რომ ჩვენ ზედმეტი რისკები არ ავიღოთ ჩვენ თავზე, რომ დაიწყო სერიოზული ომი და ჩვენ ახლა არ უნდა გავწიროთ ჩვენი ხალხი და რა ნახეთ ამის ნაცვლად პირველივე დღეებში, პირველივე საუბრები დაიწყო ასე. ახლა თქვენ ირჩევთ, ან აწესებთ სანქციებს, ან არ ხართ თქვენ სწორ მხარეს. აი ზუსტად სიტყვა სიტყვით ეს წინადადებები იყო დაყენებული პარალელურად ჩვენ ვიცით რომ ითხოვდნენ თვითმფრინავის გაგზავნას მოხალისეები. არა ეს ამას ვითხოვდნენ ზუსტად ამ დროს ვირჩევდნენ გასეირნებას აფხაზეთში. ეს თქვენთან რაც ხდებოდა, რაც საზოგადოება აგებულობდა ეს იყო ახლა რასაც მე ვამბობ. აი ზუსტად ამ დროს, როდესაც ჩემ კაბინეტში მეუბნებოდნენ რომ სანქციები დასად უნდა დავაწესოთ, ზუსტად ამ დროს კაბინეტის ფანჯრებს მიღმა რუსთაველზე შეკრებილი იყო ოპოზიცია და არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც ამ ქვეყნებით ფინანსდებიან მათ შორის და ითხოვდნენ სანქციები, იგივე პარალელურად ითხოვდნენ გარედან სანქციების დაწესებას და ქართველების გაგზავნას პირდაპირ ომში. ვინ გააგზავნა, ვინმე გააგზავნა თავის თვითმფრინავებით ომში, ან ამერიკამ, ან გერმანიამ, ან საფრანგეთმა, რატომ არ გააგზავნა არც ერთი და რატომ არც ერთმა ოფიციალური რომ არ ჩართავს მოხალისეებს. და რატომ არავის არ მოსთხოვეს, რატომ არავინ არ გააგზავნა, არა თუ არ გააგზავნა. გააფრთხილეს მოქალაქეები, მათ შორის სამართლებრივადაც დაემუქრნენ მოქალაქეებს, რომ არ წასულიყვნენ. იმიტომ რომ რა ინტერესი იყო ჩვენს მიმართ? იყო ზუსტად ეს ინტერესი, რომ ეს სურათი წარმოდგენილი იყო, რომ თბილისის შოთა რუსთაველის საერთაშორისო აეროპორტიდან აფრინდა თვითმფრინავი, სადაც ქართველები არიან და მიდიან რუსეთის წინააღმდეგ საუბრად. რომ ეს ამბები გასული იყო საერთაშორისო თუ რუსულ პრესაში და ამას შემდეგ რა მოყვებოდა, მე მგონი ბავშვი არავინ არ არის და მით უმეტეს საქართველოში, რომელსაც 3 ომი აქვს ასეთი გამოვლენა. 4 დღეში არჩევნებია, მე მინდა ახლა ვისაუბროთ უკვე წინა საარჩევნო გარემოზე, ვისაუბრო იმ ფაქტებზე, რომელიც ჩვენს ხელთ არის და ასევე ბუნებრივია პოლიტიკოსებსაც გაქვთ. დღეს თქვენს კოლეგას, პარლამენტის წევრს და თქვენი გუნდის წევრს კივი მიქანაძეს ჰქონდა ძალიან საინტერესო რეზონანსული ბრიფინგი, სადაც პირდაპირ თქვა, რომ დადგინდა, რომ 37 მხილებული ორგანიზაცია პირდაპირ კავშირშია 12 პოლიტიკურ სუბიექტთან. და მონაცემები გამოაქვეყნა ძალიან საინტერესო, მაგალითად 2015-24 წლებში სამთავრობო ორგანიზაციების 27-მა წარმომადგენელმა ოპოზიციურ პარტიებს ჯამში 800,000 ლარამდე თანხა შესწირა. პოლიტიკური დამკვირვებლები ასე შეფასდა ხო უკვე ეს ამბავი. ყოველი მესამე რეგისტრირებული ორგანიზაცია თუ პარტიასთანაა კავშირში, რა დასკვნა უნდა დადონ, ან ვინ უნდა ედოს მათ მიერ გამოქვეყნებულ დასკვნას, რომ ესენი დააკვირდებიან არჩევნებს. დღეს ჩვენ ისიც ვნახეთ, რომ რამდენიმე ორგანიზაციის დამფუძნებელი არის ნაციონალური მოძრაობის პარტიის წევრი. და აი ასეთ პირობებში რას ველოდებით მათგან? კი ბატონო, ერთი სიტყვით უბრალოდ წინა თემა რომ დავასრულო რიტორიკული კითხვის სახით, რომ ყველა დაფიქრდეს. დღეს ქართული ოცნების გარდა, ვინც ითხოვს ხმას მოქალაქეებისგან, ნებისმიერი მათგანი იმ მომენტში რომ ყოფილიყო ხელისუფლებაში, დაფიქრდეს თითოეული მოქალაქე. ნებისმიერი მათგანი დაყვებოდა თუ არა იმ მოთხოვნებს, რომელიც ჟღერდებოდა, დააწესებდა თუ არა სანქციებს, გაუშვებდა თუ არა მოხალისეებს, ჩაკეტავდა თუ არა ცას, ჩაკეტავდა საზღვარს, შემოიღებდა სავიზო რეჟიმს და ასე შემდეგ. დავფიქრდეთ. ყველა ხო ხვდებით, რომ პასუხი არის კი ამაზე. და თუ ყველა ამას ხვდებით, ყველა ხო ხვდებით, რომ ეს ადამიანები პირდაპირ ომში გაგვაქანებდნენ იმ მომენტში, როგორც კი იქნებოდნენ ხელისუფლებაში და ასეც გააკეთებდნენ. პასუხები გვაქვს მოსწონილი იგივე. ახლაც აქვს პროგრამა. სხვადასხვა ოპოზიციური ლიდერი, რომელიც პირდაპირ ამბობს, აუცილებლად ვიომებთ, თუ საჭირო იქნება წვიმას ჯობს. იმიტომ რომ წინამდეში რა გამოჩნდა 2022 წლის თებერვლის ბოლოს ჩვენ გარკვეულწილად ხა შევეცდეთ გადაჭარბება, მაგრამ პირველად შევდეგით როგორც დამოუკიდებელი ქვეყანა. ჩვენ თავისუფლება მოვიპოვეთ 33 წლის წინ, მაგრამ დამოუკიდებლობა შევიგრძენით ზუსტად 22 წლის თებერვალში, როდესაც ჩვენ უნდა მიგვეღო გადაწყვეტილება, რომელიც შეიძლება დინების წინააღმდეგ მიდიოდა, მაგრამ ჩვენი ხალხის ინტერესში იყო. აი ზუსტად ეს არის დამოუკიდებლობა და ეს არის სახელმწიფოებრივი აზროვნება, მიიღო გადაწყვეტილება, რომელიც შეიძლება დინების წინააღმდეგ მიდის,
მათ შორის შენი მეგობრების დინებისგან განსხვავებულია, მაგრამ არის შენი ხალხის ინტერესში. ეს გააკეთა მაშინ საქართველოს ხელისუფლებამ და ამას არ გააკეთებდა არც ერთი დღეს ოპოზიციაში მყოფი ადამიანი. და ამიტომაც არის მნიშვნელოვანი ეს გადაშეხება, რაც შეეხება დამკვირვებლებს, იმიტომ რომ ფაქტი არის, რომ ის ცნობები, რაც ჩვენამდე მოდის და რა განცხადებებიც კეთდება, ზღვარი არის წაშლილი რადიკალურ ოპოზიციას და კონკრეტულ სადამკვირვებლო ორგანიზაციებს შორის. ან პრაქტიკულად ყველა ამ ინფორმაციის მიხედვით ესენი არიან ერთნი. რას ველოდებით და რამდენად იმოქმედებს მათი დასკვნა, დაკვირვების შედეგი იმ არჩევნებზე, რომელიც ჩატარდება 26 ოქტომბერს? ჩვენ ხო ვხვდებით ვართ იმ მდგომარეობაში, როდესაც და ისეთ ხალხთან გვაქვს საქმე, რომელიც გვიმტკიცებდნენ, რომ ომი არის მშვიდობა, რომ ომი კარგია. ეს მშვიდობას ნიშნავს ომს და სინამდვილეში ჩვენი მშვიდობა არის ომი. ხო ამას გვიმტკიცებენ. მეტი რაღა მტკიცებულებაა საჭირო ამ წაშლილ ზღვართან დაკავშირებით, გარდა იმისა, რაც ვნახეთ ჩვენ 20 ოქტომბერს, როდესაც უცხოური დაფინანსებული NGO-ები ქართულ პარტიებთან ერთად აორგანიზებენ საარჩევნო აქციას. აი ამაზე მეტი მტკიცებულებაა, რომ აღარანაირი ზღვარი არ არსებობს და ჩვეულებრივი პოლიტიკური პარტიები არიან, რომელიც უცხოეთიდან ფინანსდებიან და ეს არის ზუსტად თავარი მანიშნებელი უცხოური ჩარევის საქართველოს არჩევნებში. ასეთი არ ვიცი მე რო საუბრობენ მოლდოვაზე, სხვა ქვეყნებზე და რუსეთის ჩარევაზე. სად დაუფინანსებია, შეიძლება დაუფინანსებია, მაგრამ წარმოგიდგენიათ რუსეთისგან რო ფინანსდებოდეს საარჩევნო აქციები და მიტინგები და ასე შემდეგ, რა ყვირილი იქნებოდა ამაზე. ჩვენ დღისით, მზისით, უпростоეთ საღამოს ორგანიზაციები, რომელიც უცხოური ფულით ფინანსდებიან, ჩაატარეს საარჩევნო აგიტაციის კამპანია. და ეხლა ამას აქ სულელი არავინ არ არის, ნურც ერთი ელჩი ჩვენ უდაგვიწყებს საუბარს, ეხლა ეს ევროპისთვის იყო და რაღაც იყო. აქ სულელი არავინ არ არის. 30 წელი ჩვენ რაღაც გამოცდილება გვაქვს მე მგონი. ეს იყო ცხადი აქცია ქართული ოცნების წინააღმდეგ. ხამას ვინმე ეჭვიეპარება, რომ ეს ქართული ოცნების საწინააღმდეგო აქცია იყო. და რა გაჩვენოთ ამ აქციამ, ან იმ მასშტაბმა რაც ნახეთ. აქ მასშტაბი მნიშვნელოვანია, დარღვევის მასშტაბი. ის რომ უხეშად, დღისით, მზისით ხალხი, რომელიც ღაღადებს, რომ ღირებულებებია მთავარი, აბსოლუტურად ხაზავს ამ ღირებულებებს და არა უბრალოდ რაღაც სტანდარტების დარღვევით ერევა არჩევნებში. ეს არის საერთაშორისო სამართლის ფუძემდებელი პრინციპები, რომ სხვის შიდა საქმეებში არ ჩაერიო. დღეს რუსეთს რას ედავება მსოფლიო? ედავება წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის უპატივცემულობას, რომ არ შეიძლება რომ წესების დაარღვიოს ერთმა ქვეყანამ სხვის მიმართ. და როგორ შეიძლება შეედაო და რა მორალური უპირატესობა გაქვს შეედაო რუსეთს თუნდაც წესების დარღვევა შეუძლია შენ თვითონ არღო ამ წესებს და ერევის სხვა ქვეყნის არჩევნებში. რაც შეეხება თავად ამ ორგანიზაციებს, გარდა ამ შეფასებისა, იცით რომ ანტიკორუფციულმა ბიურომ მათ შორის რამდენიმე ცნო კიდევაც საარჩევნო მიზნების მქონე სუბიექტად და ეს დადასტურდა სასამართლოს მიერაც. მათი ქმედებიდან გამომდინარე. და მათ შორის ეს კვლევა, რომელიც ჩვენგან არის წარმოდგენილი, ჩანს პირდაპირ კავშირები, რაც არის ნახევარი ამ ორგანიზაციებისა, პირდაპირ არის დაკავშირებული ამა თუ იმ პარტიასთან. სხვათა შორის 2021 წლის არჩევნების დროსაც ეუთოდრის დასკვნაში იყო ამაზე მითითება, რომ არიან სადამკვირვებლო ორგანიზაციები, რომლებიც არიან აქვთ პოლიტიკური მიზნები. ამიტომ ჩვენთვის მნიშვნელოვანი არის ის, რომ უპირველეს ყოვლისა ჩვენთვის მნიშვნელოვანი არის CESCO. რას იტყვის CESCO და რას დაადგენს CESCO. ჩვენ ვართ დამოუკიდებელი სახელმწიფო. ჩვენთან არჩევნებს არ ატარებენ NGO-ები და არ ატარებენ საელჩოები, არ ატარებენ უცხოელი დამკვირვებლები. ჩვენთან არჩევნებს ატარებს ცენტრალური საარჩევნო კომისია. თუმცა არსებობენ კონკრეტული სადამკვირვებლო მისიები, რომლებიც მაგალითად აი ამ წინა საარჩევნო პერიოდში ქართული ოცნების წინააღმდეგ წარმოებულ საქმიანობაში არიან ჩართულნი. კი ბატონო, მოგეთ ერთი ისე ვთქვათ, რომ იერარქიულად ჩვენთვის, ან ჩვენ თუ სახელმწიფო ვარ და პატივცემ საკუთარ თავს, CESCO-ა მთავარი და ვხედავთ მათ შორის CESCO-ს შეფასება საერთაშორისო დამკვირვებლების მხრიდან, როგორი პოზიტიური არის მისი პროფესიონალიზმი და სხვათა შორის CESCO-ს ამ შემადგენლობას ჯილდოებიც კი აქვს მიღებული საერთაშორისო იმ თავის საქმიანობის გამო, რომელსაც ის აწარმოებს. რაც შეეხება დამკვირვებელს და მათ შორის ერთ-ერთი დამკვირვებელი არის ევროპის დამკვირვებელთა ქსელი.
რომელიც ჩვენში ცნობილი გახდა იმით, რომ მასში ქალბატონი ელენე ნიჟარაძე მუშაობს და დასაქმდა. და ეს ცალკე ისტორია არის, რომ ელენე ნიჟარაძე ყველას ახსოვს ისვედის ხელმძღვანელი მაშინ, როდესაც პივიტის ყალბი რიცხვებით ცდილობდნენ მღელვარების გამოწვევა საზოგადოებაში და შემდეგ ქალბატონი ელენე ნიჟარაძე ვითომ გადააყენეს და ამითი დასაჯეს თითქოს და აღმოჩნდა რამდენიმე თვეში ზუსტად ამ ორგანიზაციაში თუ არ ვცდები მონტენეგროში არის მთავარი ოფისი და აღმოჩნდა რომ ამ ორგანიზაციას ზუსტად ისეთი იგივე დონორი აფინანსებს რომელიც აფინანსებს ისვეთს ასე რომ აქაც სულელი არავინ არ არის ხა თავს არავინ არ მოიტყუებს და დამთავრდა ეს პერიოდი, როდესაც შეიძლება რაღაცეებზე თვალები დაგვიგოს. იმიტომ ვახსენებ ამ ორგანიზაციებს, რა თქმა უნდა, CSKO არის უპირველესი და მის მონაცემებს ვაყიდობით ყველა. ეს ნიშნავს თუ არა იმას, რომ ემზადებიან სწორედ რომ 27-ისთვის, იმისთვის რომ გამოვიდნენ ქუჩაში, მოგებულ არჩევნებზე თქვენ რომ არის წაგებული 26-ისთვის თითოეული მათგანის განცხადება, თუნდაც პოლიტიკურ პარტიებს რადიკალურ ოპოზიციას გულისხმობ. არავინ არ საუბრობს 26 ოქტომბრის არჩევნებზე. ყველა საუბრობს 27-ზე და ყველა მტკიცებით ფორმაში ამბობს, რომ უნდა დავიცვათ ჩვენი ხმები. დიახ, ბევრი რამ მიანიშნებს იმისკენ, რომ სინამდვილეში ეს არის მზადება 27-ისთვის და აგითხათ არაკონსტიტუციურად ხელისუფლების შეცვლისთვის. გინდა გადატრიალება დავარქვათ ამას, რაც კიდათ ის დავარქვათ, ის რაც მცდელობა იყო 2020 წელს, 2020 წლის განმეორების მცდელობა არის. რა ნიშნები არის ამაზე? როცა საუბარი არის ესა თუ ის დარღვევა არის თუ არა ადმინისტრაციული რესურსი ასე შემდეგ. არსებობს უწყებად შორის კომისია იუსტიციის სამინისტროს კოორდინირებით. არც ოპოზიცია დადის ამ კომისიაზე, არც NGO-ები დადიან ამ კომისიაზე. არ მიდიან, თუ კი რაიმე აქვს პრეტენზიები, წარუდგინონ. იქ დადიან სხვა შორის საერთაშორისო დამკვირვებლები, EUTO ODIHR-ი ესწრება და ეს ყველაფერი აღრიცხული აქვს EUTO ODIHR-ს, რომ არც ოპოზიცია მიდის იქ და არც არასამთავრობო ორგანიზაცია. ეს აჩვენებს იმას, რომ მათ რომ რეალური პრეტენზიები რაიმეს მიმართ ჰქონდეს, მიიტანდნენ, გამოკვლეული იქნებოდა და საზოგადოება დაინახავდა. ახლა რას აკეთებენ? გამოდიან, ჩაატარებენ ბრიფინგს, მოისვრიან მარცხნივ მარჯვნივ ბრალდებებს, ძირითადი ბრალდებები მათი დაბალი სტანდარტი იმის არის, რომ ბრალდებებში არის, რომ როგორც ამბობენ, ასე გვითხრეს, არის ბრალდებები ჭორმართალზე დაფუძნებული რაღაც განცხადებები და სხვათა შორის მოცულობით მაინც ბევრი არა აქვს აქ. ეს ერთი მომენტი, უყურებთ ჩვენ რომ კამპანიას არ აწარმოებენ საერთოდ და კითხეთ ნებისმიერს, ვინც საარჩევნო პროცესებშია ჩართული, რეგიონებში საერთოდ არ ჩანან, არანაირი კამპანია არ აქვს, სხვათა შორის ქართული ოცნება არის ერთადერთი პარტია, რომელსაც დასახელებული ყავს დელეგატები, არც ერთ სხვა პარტიას დელეგატი არ ყავს, იმიტომ რომ არც იცია რეგიონშია არ ყავთ ავტორიტეტები, ადამიანები, რომელსაც მიესულებათ მოქალაქეებთან და სათქმელი ექნებათ რამე, მათი მთელი კამპანია ყველაზე კარგ შემთხვევაში არის რომ ტელევიზიიდან ესაუბრონ ხალხს და ყველაზე ცუდი რაც ხდება სინამდვილეში რომ მათ კამპანიას უცხოეთიდან უწარმოებენ. ჩვენ ვაკვირდებით, დღე არ გადის. ანუ არ ვიცი, ასეთი ანომალია საქართველოში არ ყოფილა. დღე არ გადის ბუკვალურად და ჩვენ ამას პარტიულად ვაკვირდებით და მონიტორინგს ვატარებთ მედიის, დღე არ გადის, რომ უცხოეთიდან 2-3 განცხადება არ იყოს, რომელიც არის პირდაპირი ასე ვთქვათ, ჩარევა მედიისთვის თემის მიცემა საარჩევნო საკითხებში, ასე ვთქვათ, თემის რაღაც ამა თუ იმ თემის შემოტანა, რომელიც შემდეგ ხდება ხოლმე დღის განხილვა. დღეს მაგალითად რო დავფიქრდეთ, რა გაგვახსენდება ერთ-ერთი უცხოელი დიპლომატის გამონათქვამები და კომენტარები, რომლებიც თემა გახდა მთელი დღე. გუშინდელი დღე რო გავიხსენოთ, გუშინად ზუსტად იგივე ხდება. ამიტომ ეს არის საერთოდ ჯამში სამწუხარო მდგომარეობა და ამიტომ არის მნიშვნელოვანი რომ ჩვენი მოქალაქეები დარაზმულად, მობილიზებულად მოვიდნენ 26 ოქტომბერს და მათი სიმრავლე არის ყველაზე ძლიერი იარაღი ნებისმიერი უცხოური ჩარევის წინააღმდეგ. კიდევ ერთი საკითხი ჩვენი ინტერვიუ დასასრულისკენ მიდის. ეს არის გამჭვირვალობის შესახებ კანონი, ვიდრე ჩვენთან მოხვიდოდით და ჩვენი ინტერვიუ შედგებოდა, მე ვნახე კიდევ ერთი პოსტი, რომელიც დღის ბოლოს გამოაქვეყნეთ. რაში ამხილა სტრასბურგმა ამჯერად ოპოზიცია, დიპლომატები, ოპოზიციის მედიები და ასე შემდეგ. კონკრეტულად რას გულისხმობთ თქვენ, რომ ჩვენ საზოგადოებასაც ავუხსნათ? დღეს სტრასბურგის სასამართლომ გამოაქვეყნა გადაწყვეტილება, რომელიც ეხება რუსეთს
და რუსეთი ცნო დამრღვევად ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის იმ კანონის გამო, რომელიც მოქმედებს რუსეთში და რომელზეც აგერ გვიმტკიცებდნენ, რომ ქართული კანონი არის მისი ასლი. და დღეს მათ შორის როცა უსმენთ ზოგიერთ უცხოელ დიპლომატს, რომელიც საუბრობს რაღაც უკან დახევაზე დემოკრატიის თუ გარკვეულ ურთიერთობებს შორის, ერთ-ერთი მთავარ მიზეზად მოყავთ გამჭვირვალობის კანონი, რომელთაც ერთ-ერთი რამე ვთხოვეთ, ზუსტად ამ დიპლომატს ვთხოვეთ, რომ თქვენ რასაც აფინანსებთ, იქნებ საჯარო იყოს. და ნაცვლად იმისა, რომ ეს საჯარო გაეხადა ევროკავშირს, ნაცვლად ამისა დაიწყო ჩხუბი საქართველოსთან, არა, რატომ ითხოვთ საერთოდ ამ საჯაროებას. და ნახეთ ჩვენ როგორ არაკეთილსინდისიერად და მათ შორის გვახსოვს ის უცხოელი, რომელმაც პირველად შეფუთა ქართული კანონი რუსული კანონით და რუსული სულისკვეთების კანონით და მთელი ეს ნარატივი მართლა სპეცსამსახურების სახელმძღვანელოდან ამოწერილი პროპაგანდის მთელი ტალღა, რომლითაც ააწყვეს მათი პროპაგანდის შენობა, რომ ეს არის რუსული კანონი, რუსეთიდან გადმოთარგმნილი, ასე შემდეგ. დღეს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ამ რუსეთთან დაკავშირებულ კანონთან დაკავშირებით მიიღო რა გადაწყვეტილება, თქვა 6 საკითხი, რატომაც არის რუსული კანონი პრობლემური, რუსეთში მოქმედი რუსული კანონი. 6 საკითხი. პირველი, ის რომ ხდება ბრენდირება, რომ ეს ორგანიზაცია, რომელიც არის რეგისტრირებული, ნებისმიერ პუბლიკაციაზე უნდა მიაწეროს, რომ ის არის უცხოელი აგენტი. ჩვენთან ეს სიტყვა არც არის. მეორე, საარჩევნო პროცესებში მონაწილეობის უფლება არ აქვთ. მესამე, პროფესიულ სასწავლო პროგრამების განხორციელების უფლება არ აქვთ. მეოთხე, ახალგაზრდულ პროგრამების განხორციელების უფლება არ აქვთ. მეექვსე, სარეკლამო შემოსავლების მიღების უფლება არ აქვთ მედიას, კერძო კომპანიებს და მეექვსე, არაპროპორციული სანქციები, მათ შორის სისხლის სამართლებრივი სანქციები და ორგანიზაციის გაუქმება. არც ერთი ამ 6 კრიტერიუმიდან, არც ერთი ამ 6 საკითხიდან ჩვენ კანონში არ არის. არა თუ არ არის, ჩვენ კანონში საერთოდ არც ერთი შეზღუდვა არ არის. დღევანდელმა დღემ ხუხულასავით ჩამოანგრია ოპოზიციის, NGO-ების, უცხოელი დიპლომატების თუ პოლიტიკოსების აგერ უკვე რამდენხნიანი პროპაგანდა და ჩვეულებრივი ცრუ ნარატივი საქართველოს წინააღმდეგ თითქოს ქართული კანონს აქვს რაიმე საერთო რუსეთში მოქმედ კანონთან დაკავშირებით. დასრულდა დღევანდელი ამ გადაწყვეტილებით ეს პროპაგანდა დაინგრა და ოღონდ ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ეს ხდება. ჩვენ გვახსოვს რუსთავიორის საქმე, გვარამიეს საქმე, მელიას საქმე, სააკაშვილის საქმე, გვახსოვს ყველა ამ საქმეზე უცხოელების განცხადებები და ჩვენი ხელისუფლების, სასამართლო ხელისუფლების კრიტიკა და არათუ კრიტიკა, არამედ იყო ზედგადავლა ფაქტობრივად სასამართლო სისტემით, ერთზე, მეორე, მესამეზე, მეოთხეზე, ყოველ ჯერზე სტრასბურგის შემდეგ გამოვიდა, რომ მტყუანი იყვნენ ეს დიპლომატები, მტყუანი იყვნენ ეს NGO-ები, მართალი იყო ქართული მართლმსაჯულებმა, მაგრამ რადგინა ბოდიშს არავინ არ იხდის და ისევე აგრძელებენ იგივე კამპანიას ინსტიტუტების წინააღმდეგ. ეხლა მნიშვნელოვანია, რომ ამას უნდა ყველა მოპასუხოს იმ NGO-ებმა, იმ უცხოელებმა, რომლებიც ასე უტიფრად იმისთვის რომ ქართველების ემოციებზე ეთამაშათ, ასე უტიფრად ქართულ კანონს უწოდებდნენ რუსულ კანონს, გამოვიდნენ ეხლა და ბოდიში მოუხადონ ქართულ ხალხს. სოციალისტ დღეს ქრონიკაშიც ვიხილეთ და ვნახეთ ძალიან საინტერესო კვლევა, რომელიც ვაშინგტონის ერთ-ერთმა ძალიან გავლენიანმა კვლევითმა ორგანიზაციამ მოამზადა კანონთან დაკავშირებით, გამჭვირვალობის კანონთან დაკავშირებით პირდაპირ ამბობს, რომ ამბავი იარლიყი, რომელიც მიაკერეს, ეს არის გაზვიადებული. და ამავე გამოქვეყნებულ მონაცემებში პირდაპირ წერია, რომ ქართული დემოკრატია დაზრალდება თუ დასავლეთი არჩევნების შედეგებს უარყოფს. ძალიან საინტერესო სტატია არის, საკმაოდ ვრცელი არის, ხა მე ამაზე აქ ვერ ვისაუბრებთ, მაგრამ თუ რაიმე კონკრეტული ინტერესი არ დგას რაღაცის უკან, მაშინ ხედავენ ეს ქართულია, რუსულია, ინგლისურია თუ ასე შემდეგ. ისაც მთელს ევროპაში მიღებული აქვს და გაცილებით უფრო მკაცრია, აი იმ კანონს აპროტესტებენ, ხო რეალურად. ხო, ანუ სინამდვილეში ჩვენ ვნახეთ მათ შორის რეგისტრაციის პროცესის შედეგად რა ვნახეთ ჩვენ. ვნახეთ ჩვენ რომ დაახლოებით აღმოჩნდა რომ არის როგორც ჩანს დაახლოებით 600 ორგანიზაცია, რომელიც უცხოეთიდან ფინანსდება, არასამთავრობო ორგანიზაცია, აქედან უხეშად რო ვთქვათ 450 რეგისტრირდება, 150 ასაჩივრებს. ამით არის ნათქვამი სინამდვილეში, რომ ქართულმა სამოქალაქო საზოგადოებამ თავისი სიტყვა თქვა ამ ხრივ და იმ რადიკალურ ჯგუფს, რომელსაც როგორც ჩანს ბევრი აქვს დასამალი და ზუსტად 20 ოქტომბრის აქციამ გვაჩვენა. აი ეს არის ზუსტად ის ფული, რომელიც ქართულ ხალხმა უნდა ნახოს.
ეს ვისი ფული იყო, ვისი ფულით გაკეთდა აეწყო იქ სცენა, ვისი ფულით იყო იქ მიკროფონი თუ დინამიკი, ვისი ფული იხარჯება ქართულ პოლიტიკაში უცხოეთიდან, ისე რომ გამოდიან საქართველოს სიყვარულს ეფიცებიან, ხან დამტროლი ქართულით გველაპარაკებიან, ხან ლექსებს გვიყვებიან და იმის ღირსად არაგდებენ ქართულ ხალხს და იმის ღირსად ართულიან ქართულ ხალხს, რომ უთხრან აი ეს მათთვის სასიკეთო რაღაცები რო კეთდება, ეს ფული რაში იხარჯება, საიდან მოდის და რა რაოდენობით არის ეს ფული. ასე რომ კიდევ ერთხელ ეს ფარისევლობა ამ ფარისევლობას 26 ოქტომბერს ქართული ხალხი თავის პასუხს გასცემს საკადრის პასუხს ისეც რომელშიც შემდეგ უკვე რა თქმა უნდა ყველა იქნება იძულებული პატივისცეს ქართული ხალხის ნებას. ზოგადად რაც შეეხება ამ განწყობებს, მეორე განზომილება ამის არის ის, რომ რა თქმა უნდა არის გარკვეული კონიუნქტურა, პოლიტიკური კონიუნქტურა, რომელიც დღეს უკრაინაში მიმდინარე ომით არის განპირობებული, თორე სხვა რა იყო 2022 წლის თებერვალამდე. ზუსტად ეს გახდა მიზეზი, რამაც საბოლოო ჯამში გარკვეული დაძაბულობა შემოიტანა. ომსა და მშვიდობას შორის. აი ასეთი არჩევანი და საზოგადოებაც უკვე ბოლო დღეებია განსაკუთრებულად აი ამ მიმართულებით საუბრობს. ხვალ გაქვთ წინა საარჩევნო კამპანიის დასკვნითი ნაწილი 7 საათზე უნდა უთხრათ ტელემაყურებელს თავიდან სხვა დრო იყო გავრცელებული, შემდეგ თავად მოქალაქეებმა გამოხატეს ამის სურვილი, რადგან სამუშაო დღე იყო, რომ იქნებ სამუშაო დღის დასრულების შემდეგ მოხდეს ეს შეკრება. რას ელოდებით ხვალ და რა არის ის მთავარი და ძირითადი სათქმელი, რითიც დასრულდება ეს წინა საარჩევნო კამპანია და უკვე დაელოდებით ისტორიულ 26 ოქტომბერს. ჩვენ აგვისტოდან მოყოლებული შემოვიარეთ ყველა რეგიონი და ნახეთ რომ 10,000-ობით ადამიანი მოდიოდა იმ შეხვედრებზე, რომელსაც ჩვენ მართავდით რეგიონებში. ნახეთ განწყობა, ნახეთ მუხტი, ნახეთ ემოცია ჩვენი ხალხის, ნახეთ დამოკიდებულება და ნახეთ მათი არჩევანი სად არის. და როგორ შეიძლება რაიმე სხვა არჩევანი იყოს. როდესაც დგას არჩევანი ქართულ ღირებულებებსა, ქართულ ეკლესიასა და მეორე მხარეს უღმერთობას, ძალადობას და აი ამ დღეებში სასაც ვაკვირდებით ბულინგს. ეს ხომ არ არის უბრალოდ რაღაც შემთხვევები, ხომ? ნახეთ თქვენ ეს დღეები სპორტსმენებს და სხვებზე ბულინგი. ეს ხო იდეოლოგიის ნაწილია. როგორ შეიძლება, როდესაც არჩევანი ქართულ ხალხს უდგას ის რომ იყოს ერთის მხრივ ჩვენი ღირებულებები, ფასეულებები და მეორე მხრივ ბულინგი, რომელიც ასე განსხვავებული აზრის გამო თქვენი პარტიის საარჩევნო კლიპში რადგან აღმოჩნდნენ ფეხბურთელები და გამოთქვეს სურვილი რომ მიიღოთ მონაწილეობა და დათანხმდნენ ამის გამო გახდნენ ისინი კი იმიტომ რომ ეს ერთი რამე არ აქვს მნიშვნელობა ეს არ არის ვიღაცის ემოცია რომელიღაც სოციალურ ქსელში რაღაც იმწამიერი ემოცია ეს ხო განმეორებადი არის იმიტომ რომ ეს არის პოლიტიკა ეს იდეოლოგია ამ ხალხს ერთი გრამი ძალაუფლებას რომ მივცეთ სხვა რამეს კი არ აკეთებდნენ 2012 წლამდე. ზუსტად იგივეს გააკეთებდნენ, რომ ეხლა უფრო მეტი საშუალება ექნებათ. ადრე არ იყო კიდევ თქვათ ისეთი ზეწოლის მექანიზმები, რომელიც დღეს შეიძლება იყოს მედიის სხვადასხვა ინსტრუმენტის გამოყენებით. ადამიანს გააქრობენ საერთოდ ამათ რომ ხელისუფლება მისცეს ერთი გრამი. ამიტომ ეს არჩევანი რო აქვს ქართულ ხალხს, როგორ შეიძლება მან მცდარი არჩევანი გააკეთოს. როდესაც არჩევანი არის იმაში, რომ ყავდეს ხელისუფლება, რომელიც შენ ინტერესს ატარებს, თუ ყავდეს მარიონეტული რეჟიმი. ჩვენ ხო სინამდვილეში დღეს ოპოზიცია გვთავაზობს, რომ ის იქნება უცხოეთის მარიონეტი. ის ფურცლებს რო აფრიალებენ ქალბატონი სალომეს მიერ შედგენილს, ის ფურცლით ხო ჩვენ ბანანის რესპუბლიკად გვაცხადებენ. იმ ფურცლში პირდაპირ წერია, რომ ჩვენ აქ უნდა გვყავდეს მარიონეტული რეჟიმი, რომელიც შეასრულებს უცხოელი ბიუროკრატების პირდაპირ მითითებებს. ამ ეს პირობა დადეს, რომ ისინი ყველაფერს, რასაც ეთყვიან, ყველაფერს სანქციას მოსთხოვენ, კი ბატონო, რომელი სანქცია, რომელი საზღვარი ჩავკეტოთ, მიამატებენ კიდე ერთ-ორ სანქციას ზედ. ასე რომ ეს არჩევანი როცა გაქვს, მარიონეტები გინდა იყვნენ თუ შენი ეროვნული ინტერესების დამცველი, აქ როგორ შეიძლება სხვა არჩევანი იყოს. ამიტომ ხვალე ზუსტად ეს განწყობას, ამ განწყობის გარკვეულ ასე თქვა კრებულს ველით, ის რაც ჩვენ რეგიონებში ვნახეთ, ეს ყველაფერი დღეს როგორც ეკადრება დედაქალაქს თავს მოიყრის ხვალინდელ შეხვედრაზე დედაქალაქში და ეს იქნება ქართული ინტერესების, ქართული პოლიტიკის, ქართული ღირებულებების გამარჯვებისკენ სვლის და გამარჯვებისთვის მზადების დიდი ზეიმი. დიდი მადლობა ატონ შალორენ მყარ ჩვენთან ერთად წარმატებები უნდა გისურვოთ და ძალიან საინტერესო კვირა არის და ველოდებით
ძალიან დამაინტრიგებელი, ასე ველოდებით შაბათ საღამოს, ველოდებით შედეგებს, ვნახოთ რა გადაწყვეტილება იქნება მიღებული და რას გვეტყვის CSKA და რას იტყვის ქართველი ხალხი, თუმცა ფაქტია, რომ წინა საარჩევნო გარემო იგივე უთოოდილის დასკვნიდან გამომდინარე ძალიან მშვიდ გარემოში მიმდინარეობს, რაც მნიშვნელოვანია ასევე ესეც აჩვენებს, რომ ჩვენ ყველანაირი ზომა გამოყენებული გვაქვს, ყველანაირი პრევენციული ზომა მიღებული არის, ამიტომაც არის რომ ვერც კი შეძლეს ვერანაირი პროვოკაციის მოწყობა, ამიტომ იქნება 7-26 საღამო, სადაც ადამიანების კაფიო ნება გამოიხატება კონსტიტუციური უმრავლესობით და გვექნება მომავალი 4 წელი ამ ქვეყნის აღმშენებლობის, ევროპასთან დაახლოების, ოღონდ დაახლოების ღირსებით, დაახლოების კეთილდღეობით და დაახლოების ისე, რომ ჩვენ ერთი იოტა საქართველოს ინტერესი არ დავთმოთ ამ გზაზე. დიდი მადლობა, გისურვებთ წარმატებებს, მადლობა რომ იყავით ჩვენი გადაცემის სტუმარი. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი პასუხობდა ჩვენს შეკითხვებს, რა თქმა უნდა, გრძელდება საგანგებო ეთერი. ძალიან საინტერესო